მუცოში კიდევ ერთი ნაგებობაა ჩამონგრეული საუბარია ციხე-ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე, რომელსაც სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება. ძეგლის გადარჩენის კომიტეტი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს, სხვა შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრება. მათ პოზიციას ეთანხმებიან ისტორიკოსებიც, რომლებიც ისტორიული მემკვიდრეობის მთლიანად განადგურების საშიშროებაზე აქტიურად საუბრობენ. საფრთხეების მიუხედავად სარესტავრაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. ეს არის ახალი დაზიანება, რაც უკანასკნელი დაზიანება, რაც ამ ზამთარს მოხდა. გზის გახსნის შემდეგ მუცოზე ასულ ტურისტებს ნანგრევებად ქცეული ამჯერად ეს კედელი დახვდათ. გასული ზამთრის უამინდობას დასავლეთის ფასადის საცხოვრებელმა ციხემ ვერ გაუძლო. ისტორიკოსები შიშობენ, რომ ჩაჭვური რეაქციით მას შესაძლოა შუა საუკუნეების ბასტიონის რამდენიმე ნაგებობაც მიყვეს. დაიაურების კოშკის უკან დასავლეთის კედელი საცხოვრებელი ციხისა მთლიანად არის გადანგრეული. სხვა ციხეები ჯაჭვისებურად მიჰყვება და გადაინგრევა აუცილებლად, თუ ამას არ მიეხედა სასწრაფოდ. ყოველი ზამთარი არის ძალიან მძიმე გადასატანი მუცოსთვის, აი ეს ზამთარით ძალიან მძიმედ გადაიტანა. შედარება არ არის იმდენად უარესია მდგომარეობა, რაც 8 წლის წინ იყო და რაც ახლა არის. რამდენიმე კოშკი ფაქტიურად შეიძლება ეს ბოლო ზაფხული იყოს ამ კოშკებისთვის და შემდეგ ზამთარს ვეღარ გადაიტანოს. მაგრამ მთავრობა იცვლება, მაგრამ მიდგომა ამ საკითხებზე არ იცვლება. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც თანხის გამოყოფის პირობით მუცოს გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა რამდენიმე წლიანი მცდელობის შემდეგ მიიღეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ მუცოს პროექტისთვის მიმდინარე წელს 20,000 ლარი გამოიყოფა. უბრალოდ შემრცხვა, მართლა გეუბნებით, შემრცხვა და არც მინდა ამ თემაზე ვილაპარაკო, მაგრამ არც შემიძლია რომ თქვა, რომ ხანდახან გამეცინება, ალბათ დაფიქრდნენ ერთი წამით, რაფასიანი მანქანით დადიან. თვითონ რაფასიანი მანქანებით გადაადგილდებიან და მუცოს შესასწავლად თუ აღსადგენა თუ რაღაცა, რომელიც ისტორიას წარმოადგენს და ისტორიას მოითulis 20,000 ლარს ყოფენ. უბრალოდ სირცხვილია და სასაცილოა მეტი არაფერი. 2008 წელს შედგენილი რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულებაც ათობით მილიონი ლარია, 26 ციხე-სახლისა და 5 საბრძოლო კოშკის აღდგენას ითვალისწინებს. არქიტექტორი სოსო ბანძელაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გამოყოფილი თანხით მხოლოდ ახალი დაზიანებების შესწავლაა შესაძლებელი. რესტავრაციის დაწყებამდე კი მიუვალ კლდეზე სამშენებლო მასალის ასატანად მუცოსთან მცირე ჰესიც უნდა აშენდეს. 100,000 დოლარი ჯდება 50 კილოვატიანი სიმძლავრის მიკროგესის, აი მუცოს წყალზე აგების პროექტი და ამის შემდეგ უკვე შეიძლება იქნება აქტიურად წავიდეს პროცესი. ავარიული და კატასტროფული ნაგებობები უნდა გადავარჩინოთ. შემდეგ უკვე შედარებით ნაკლებად უკეთეს მდგომარეობაში ყოფი. ენერგეტიკის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებენ და განმარტავენ, რომ პროექტის სინათლე ყველა სოფელს ფარგლებში ჰესის აგება ყველა დასახლებაში იგეგმება. თუმცა მუცოში კვლევა და საპროექტო სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს რეაბილიტაციის დაწყება ვერ მოხერხდება. მათი თქმით, კომპლექსის აღდგენისთვის საჭირო თანხების გათვალისწინებას 2015 წლის ბიუჯეტში გეგმავენ. ეს არის კომპლექსური ძეგლი და იქ ეტაპობრივად შესვლას და ფიზიკური სამუშაოების დაწყებას არანაირი აზრი არ აქვს, ამიტომ უნდა იყოს ჯერ სრულყოფილი პროექტი. სწორედ წლევანდელი წელი განკუთვნილი არის იმისთვის, რომ ეს პროექტი გახდეს სრულყოფილი და უკვე 2015 წლიდან სააგენტო შევა იქ უკვე მთლიანად ფიზიკური სამუშაოების დასაწყებად. მუცოს გადარჩენის საინიციატივო ჯგუფის წევრები შუა საუკუნეების ძეგლის გადასარჩენად საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ. თუ ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია არ დაიწყება, ისინი მასშტაბური აქციების გამართვას გეგმავენ.